გამარჯობათ, ეს სტუდია ანტიბიოტიკია, შეპირებისამებრ. დღეს ჩვენი სტუმარია კიდევ ერთხელ ადგილობრივი ნიუსების გურუ ლადო მენავდე და დღეს ვეცდებით მიმოვიხილოთ ამ ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რაღაცა პირველი ხდომაც ჩატარდა საკრებულოს, რაღაცა მერმაც შევიდა უფლება მოსილებაში. ჭყალებში ახალი რეალობა. ახალი რეალობა დადგა, ხო და რაღაცა ალბათ ეს განვიხილოთ, რომ რა უცნაური საკრებულოები იყო ზოგადად, მაგრამ ეხლა საერთოდ რა ვიცი, თავის თავს ებრძოდნენ, ნუ არავინ მოწინააღმდეგე მაგათ არ ყავდათ და პრინციპში 99% თვითონ არიან საკრებულოში. წარმატებით გაართვენ თავის საკუთარ თავთან ბრძოლას. საკუთარ თავთან ბრძოლას, კი, არა მარტო ადგილობრივ დონეზე. კი, ცენტრალურ დონეზეც აქტიურად აკეთებენ ამ ამბავს და რავი რა სიტყოდი, ორი სიტყვით ახალ რეალობაზე ოზურგეთში. ნუ განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვიტყოდი, სიმართლე გითხრა, ახლა არ ველოდი ამ კუთხით თუ მომიწევდა უშუალოდ შემოჭრა ამ სივრცეში. სტუმარი ცოტა ემას მიქნა, გამკრა ცოტა რომ ასე გურულებმაც ეს სტუმარი ვიცით ერთჯერ, ორჯერ და ახლა მე ხო, მე წინა გადაცემაზე ხო შევთავაზე, რომ კიდევ ერთხელ მოგიწევთ. აქვე მაყურებელს უთხრათ, რომ ჩვენ მომავალში, ახლო მომავალში ვაპირებთ, რომ უკვე გავაკეთოთ საერთო გადაცემა და ერთი გადაცემის თანაწამყვანები ვიქნებით მე და ლადო და ვეცდებით რომ ადგილობრივი რაღაც თემები განვიხილოთ, ადგილობრივი ნიუსები, როგორც თქვი, გუდა დიდი აქვს და აუდიტორიამ სხვადასხვა რაკურსით. კი და აქედან, იქიდან და გვერდიდან, ზევიდან, ვიქნებით ორიენტირებული, ნუ უფრო გურიის ამბებზე, თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა საქართველოს მასშტაბითაც რაღაც თემებს განვიხილავთ. მეგობრებო, ჩაგერთვებით მეც? იმიტომ რომ მაგადაცემის შინაარსი ეგეთი ამბავია რომ ჩვენი მიზანი მთავარი შეიძლება იყოს ერთიც რომ არანაკლები ხოცები გვყავს ჩვენს და მასშტაბით ანუ რაი საქართველოს მასშტაბით რო არ დაიჩაგრონ მათი პოპულარიზაციაც მნიშვნელოვანია და ანუ ჩვენი ხოცები ზევით ჩვენი საკრებულოს ხოცები რომ წამოვწიოთ კი იმიტომ რომ უყვალოდ არ უნდა იკარგებოდნენ სხვისი ოქრო ჩუმად არის ჩვენი ბამბა რომ იჭრია ხო რაღაცა ეგეთი ვინაიდან დღეს უდიდესი გამოწვევების პრობლემების, რა ვიცი, 1000 ოხრობის წინაშეა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერ აქტივობას, მათ შორის ასეთივეს როგორცაც ახლა ჩვენ ვაპირებთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. და კარგი იქნება თუ მსგავსი ტიპის აქტივობები იქნება ბევრი. იმიტომ რომ მე დღესაც ვთვლი, რომ ოზურგეთში, გურიაში უამრავი რაღაცა ხდება, რაც საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. იმიტომ რომ გარკვეული ძალების და რა ძალების ქართული ოცნების მხრიდან ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება სამოქალაქო აქტივიზმი თავი რომ დავანებოთ ახლა მედიას და სიტყვის თავისუფლებას გამოხატვის თავისუფლებას არის უდიდესი რა ვიცი რითი არ გვიტევენ სანამ საკრებულზე რაღაცა ღირებულს თუ კონკრეტულს ვიტყოდეთ თავარი არის ერთი რამ რაც მოხდა რომ ყველა დონის საკრებულოებს ყველა დონის თანამდებობებს მოხელებს დაემატათ ერთი თავსართი თუ ადრე იყვნენ მაგალითად სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში თუ ტერიტორიული ერთეულთუსა და ეხლა არის ქართული ოცნების გუბერნატორი, ქართული ოცნების საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების მერი, ქართული ოცნების მე მეგონა იტყოდი რომ საპატიო მოქალაქე დაემატა. ხო, მაგი არის, ეხლა მაგი განსაკუთრებულია. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ლეგალიაც რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს ოზურგეთი და თუ მაგალითად ეხლა ჩოხატაურმა მაგვაჯობა და პატიმრებებში, ოზურგეთმა ამით შეგვიძლია დავიგვეხნოთ, რომ პრინციპში მაგ სიახლით შეგვიძლია დავიწყოთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ხო, ნუ მეოთხე წაირჩიეს ეს დავით დარჩია, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებულად, როგორც საპატიო მოქალაქე გახდა. მაგრამ როგორც იტყვიან, ახლა ზატო ლანჩხუთს პეტაკის საკრებულოს თავმჯდომარე ყავს. და ჩვენ ყავს არ ვიცი. პოლიციის უფროს ვიყავი, მაგრამ პეტაკიდაც ვიყავი ამბობს და ახლა ოზურგეთს საპატიო მოქალაქე თავმჯდომარე. თავდაუზოგავად მშობელი. და ის გადაფარა მეოთხე ჯერ რო არის. მეგონი ჰელმუტ კოლი იყო 4 ჯერ. ვერ ვიხსენებ. პარალელისტვის ბოდიში გიხდი ახლა, მაგრამ ახლა ბრეჟნევზე საუბარი არ არის და რა ვიცი, ახალგაზრდა ჯერ და აქვს შანსი. კი ბატონო. პერსპექტიულია. კი. რაც თავარი არ ამგონია ახლა კორუფციაში გარეული იყოს, იმიტომ რომ ეს სურვილი არ აქვს, კი არა, იმიტომ რომ არავის დროს არავინ არ რევდა. ამ ხრი მართლაც გამორჩეულია, რომ მე ახლა ავთან დითალაგვაზე დარჩიას მისცემდა რამე, ეს გამორიცხულია, კაპიკი მიეცა. ის მაგარი წურაკი იყო. უფრო დიდი მისცეს რა, ანუ უფრო დიდი მისცეს
მარტო მატერიალური ხო არ არის ეს ცხოვრება, ანუ საპატიო მოქალაქის ტიტული, ხო, უფრო მეტია. ანუ მორალური და რაღაც ღირებულებები ამისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რაღაცა ქაღალდის ნაგლეჯი. ახალი ამბავი ის არის კიდე, რომ ფაქტობრივად ხო ყველა რაღაცა დასაქმებული ყავთ, ანუ თვითონ შიგნით საკრებულოში არა საკრებულოს იდეა და თვითმმართველობის კოდექსი ის არის, რომ რაღაცა ეს საზოგადოების საწყისზე უნდა აკეთო. მაგრამ თანამდებობები აქვს, რავი, უამრავი და ეხა მინდის განხილო პარლამენტში, რომ დაამატონ კომისიის თავმჯდომარის მოადგილე რა. ხო და უყურე ძალიან მაგარი რა არის, რომ ფრაქციის თავმჯდომარის ყავს 7 მოადგილე. ანუ მოადგილე დასაჭიროა, ხო, რომ რაღაცა თუ გახდი ავად, ან გახვედი შვებულებაში, იმან ჩაგანაცვლოს რა, ან დელეგირება მოახდინო შენი საქმიანობის, რომელიც ძალიან ბევრი გაქვს ფიზიკურად რა. აი ქართული ოცნების ფრაქციის წინა მოწვევაშიც ეგრე იყო. რა გახსენდება ეს დათვერთული გრაფიკში რა შეიებს, მაგით ომატებენ მოადგილეებს, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს არ ყავდეს 7 მოადგილე. ყავს, კაცო, იმასაც ეყოლებოდა. მე ამას გამოაკლებენ და იქით გადავა. ხო და საბოლოო ჯამში რო დავითვალოთ, პრინციპში ყველა რაღაცა თანამდებობაზე დასვავენ და პლუს ამას ეხა ვისაც არ მოუწევს, იმათ ეხა როგორც წესი აიპებში ასაქმებენ რა. მე მგონი მაგათაც არ უნდათ ეს თვითონ კოცეს, მაგრამ უბრალოდ ეს სამშობლო სიყვარული არის უბედური. კი, 6000 ლარიანი ხელფასი ეხა რა მშვენიერია 18 და სხვათა შორის რა ხან შენ თავისიანები ახსენი ნეპოტიზმი და შევეხო ერთი მხრივ რომ აი ნეპოტიზმი რაღაცნაირად ხომ ჩვენთვის ხომ ძირითადად ახლა მაინც ჟურნალისტი ვარ ახლა წინა ცხოვრებაში არ ვიცი რა ვიყავი მაგრამ კვებავი არტერია გახდა ჩვენი ნეპოტიზმი რა მხრივ ახლა რომ აი ისეთ ვიდეო და ფოტო მასალას დებენ მაგათ ხომ ყველგან ნათესებები და ახლობლები ყავთ და ეთყობა საინფორმაციო სამსახურში ახლობლები ყავთ ახლა მაგათ რატო შეცვლიდან მაგ პრინციპს მიღების და ისეთ კარგ ფოტოებს დებენ და ისეთ კარგ ვიდეოებს ამასინად მაგალითად ნახე როგორ აძლევდა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარ თავს ხმას ხუჩი როგორ ყრიდა და ვერ სიამაყით აკეთებდა ამას აი გეგონებოდა რომ ორგაზმს განიცდიდა რა რომ ამ პროცესს რო შეხედავდი და ამას აფიქსირებდა მჭია წარმოიდგინე რომ აკეთებდა იქ თავში უტრიალებდა რომ 6000 ლარი 6000 ლარი 6000 ლარი მე მგონი მეტია 6-ია ნუ არა უშავს დასაწყისისთვის არა უშავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი რომელშიც რავის 17000 მოსახლიდან 12000 სოციალურ დახმარება ეძლევა საკრებულოს თავმჯდომარეს 6000 აქვს ნუ მე იქ 5-4 ნახევარი რაღაცა ესე მოდის და თითქმის ყველა თანამდებობაზე ეს საკუთარ თავს შემოხაზულ ბიულეტენს რომ 5-ი აგდებ ეგ არის მაგარი სიამოვნება რა ხო ახლა იმ სიტყვას აღარ გამიმეორებ რაც მიკადრე და გავკადნიერდი და ვთქვი მაგრამ ეთყობა იგიც არის რა ერთდროულად მე არ მქონია იქ ამიტომ ეს ამ ნეპოტიზმი რომ არ დაგიმალოთ თქვენ ბატონო ოთარ და ფიქრობ რომ აი ისედაც არ გამოგჩებოდათ სარგებლობ ნაყოფიერად ბოლო 1 წელია აბა როგორ ამ ფოტოებს ვიყენე აჰა კი ვიდეო მასალას ფოტოებს ვიყენე და მე ვიღაცებს უყურს რომ საიდან ეს ფოტოებს საიდან და ოფიციალურ წყაროებიდან ოფიციალურ წყაროებიდან თვითონ დებენ საჯაროდ დებენ თვითონ და ამას წინათ მაგალითად აი ფოტოს გავიხსენებთ ფოტოს ისტორია სადაც ბატონი ავთანთალაგვაზე დავით დარჩია და ირაკლი ხარებაშვილი ხო რაღაცა წერილი სულთანს სკავსი რაღაცა ხელი ხელჩაკიდებულები რო არიან დარჩია და ღარებაშვილი იმას ისახი არა რაღაცას რო უყურებს ზემოთ რაღაცას ათვალიერებენ სხვათა შორის ეკადის ტყეპარკის განვითარების გენერალურ გეგმას ნახულობენ რომელშიც რამდენიმე მილიონი დაიხარჯა და თქვენ მაკეტკენ გზა გიწევთ და იცით რომ იდეალურად განვითარდა ძალიან სერიოზული პროექტი განხორციელდა და 3 მილიონი კი არა მე მგონი გვიმალავენ და 10 მილიონი დაახარჯენ საინტერესოა ეს თვითონ პარკში თვითონ ბილიკები გაკეთდა და რა ვიცი მოკლედ შვეიცარია მოგენატრებათ ისეთი რაღაცა ისა ამ ღარიბაშვილი თუ იყო ჩართული მაგ პროცესში ღარიბაშვილი იყო ჩართული და ეცნობა ზუსტად შეიძლება ნანუკასთვის ხო არ უნდა და საჩუქრად ხო არ არჩევდა და მე გაიჩაგრე და აბასთუმანი ხო თუ მაგ პერიოდს ხდება თუ ბაკური ფული წაიღენა ტყეპარკიდან რომ მე მგონი მე გული აუცროვდა რომ შეხედა რა გამოვიწერე და რა ჩამოვიდა სამბავი იყო რა უბრალოდ და ძალიან ახლა კორუფციას შევეხე ჩვენ და რა ვიცი ეს ტყეპარკი მაინც გამორჩეულია ამ ხრივ მაგრამ ყველას თვალწინ ცხვირწინ თუ შეიძლება ასე ითქვას მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი თუ რაღაცამ დაგვარი ქვია ყოფილი რაიკომის ოზურგეთის მერის შენობის წინ ისტორიული ღობე
რომ ყორე თუ რაღაცა რომ გამოცვალენ, მოთხარენ და გააკეთენ 3 მილიონზე მეტი დაიხარჯა იქ და სხვათა შორის კვების ობიექტებიც იქნა აშენებული. ეხლა მაინტერესებს, ეგ გავიგე, ნუ რაღაცა. ხო და მომავალში რას ხედავ? ეხლა ეგ უფრო მაინტერესებს რა. მომავალში ჩავლილი ამბავია, მაგრამ ეხლა აწი რა ხდება? აწი როგორ იქნება ამბავი რა? მომავალში რასაც ხედავ, ახლა მეთქვიან რომ სასურველის რეალობად გასაღება გიყვარსო. ხო და მომავალში ოკეი, რა რისკები არსებობს მაშინ ეგ თქვა. ხო და ამათვის კარგო ერაფერს ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათთვის რისკები არა, აი ჩვენთვის რისკები, კორუფციული რისკები რა არსებობს შენი აზრით რა? ასარსებობდა აი ტოტალიტარიზმის კვებავი არტერი არის დაჭერები. და ეხლა მე ხელისუფლებას რო უყურებ, მარტო ჩვენ არ გვიჭერს რა ალაბარესოვნა რომ ღერო და ბეის ვაიხ სტოპშუჟიე ბაიალესო. ანუ მისიანებიც უნდა დაიჭირო, რომ უფრო შეგვეშინდეს ჩვენ. ხო, მესმის ამათვის კარგს ვერაფერს ვერ ხედავ, ხელისუფლება გააგრძელებს სტალინმა რომ დააგვიანა ეგრეთ წოდებული მეგრელების საქმე, ჩამოიშალა, მოკლენ მერე თვითონ. ფაქტიურად თვითონ დაიჭირენ. ამიტომ ხელისუფლება რეპრესიული რეჟიმი, დიქტატურა, ტოტალიტარიზმი როცა წყვეტს რეპრესიებს იშლება. ხელისუფლება ცდილობს რომ ყველაფერი რაღაცნაირად რეალური манипуляციური რეალობით ჩაანაცვლოს რა. ხო ესე აი გავიღოთ თქვა ტელევიზიები რა შევა მათი პროპაგანდისტული არხები ხო რაღაცა რეალური პრობლემებიდან ისრები გადააქვთ რაღაც სხვა პრობლემებზე ხო რეალურად რაღაცა ერთს ამობენ მეორეს აკეთებენ აი მაგალითად 3 დღეა ბოდიში ბატონო თარ შეგაწყვეტინე 3 დღეა მთელი სახელმწიფო პროპაგანდისტული არხები საინფორმაციო გამოშვებებს იწყებენ თურმე ზელენსკის ადმინისტრაციაში როგორი კორუფციაა მაშინ როცა ოქროს ზოდებს და თვითმცლელი 20 ტონიანი თვითმცლელების გამოაქვენ ოქროს ზოდები ქართული ოსების ხალხერა არაო რომ ისა როდის არ იყო კორუფცია მე ვერ მოვთვალე ალბათ მამუკა ბახტაძის დროს ეგეთი ტიპი გახსოვს მამუკა ბახტაძე კი ნასაკირალში იყო ჩამოსული კორუფცია და კრიმინალი გახარია კრიმინალი ღარიბაშვილი კორუფცია ლილუაშვილი კორუფცია და ეს ოფიციალურად რავი რამდენია ხო და მაგას ვარ უყურე ყველაფერს ცდილობენ რომ რაღაც манипуляცია მოახდინონ რეალობის ხო და რაღაცა გაამრუდონ რეალობა რომ ეს თავის პროპაგანდით ხალხი დააჯერონ აი მაგალითი ხო ეხლა სამოქალაქო საზოგადოებას ებრძვიან სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ვარ ჩვენს მედია იქნება ეს თუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ეხლა რა დაიწყეს რაღაცა სააგენტო შექმნეს რა რომლითაც ბიუჯეტი ანუ ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებს გრანტებს აძლევენ ხო გრანტებს აძლევენ ისეთ ორგანიზაციებს რომლებიც რეალურად მათივე შექმნილია რა თვითონ არიან ხო თვითონ არიან რა ეხლა მაგალითად 6000 ლარი ხელფასი ხო საკრებულოს იქ 100000 ლარია ერთი პროექტის ბიუჯეტი რომელიც მაგალითად კიდევ წაიღებს ახლა ბატონი დავით დარჩიას ინტელექტი თავდაუზოგავი შრომა რომლითაც საპატიო მოგალაკე გახდა და იგივე მისი მოადგილეების აღარ ჩამოვთვლი ახლა რამდენია ამ პროექტში ჩართულობა ეხლა ამხელა ინტელექტის და ამხელა თავდაუზოგავი მე მგონი 1500 ლარს ნაკლებ დაბლა არ ჩამოვა ანუ ეს ხალხი რომ ღებულობენ 6000 ლარს ხელფას სიტყვაზე ვთქვათ და მათ ენაზე რომ ვთქვათ დაპოსტინ 6000 ლარს რომ ღებულობენ ესე იგი პარალელურად ყოველთვიურად 10000 2000 5000 კიდევ ემატებათ ამ სახელმწიფო გრანტებიდან. ანუ გრანტებიდან, რომელსაც სახელმწიფო დაემატება, ხო, ეხა იმასაკეს. გამოავლინეს ბჭყალებში გამოავლინეს გამარჯვებულები. ხო, ბჭყალებში გამოავლინეს გამარჯვებულები და ნუ აღმოჩნდა ესე იგი, რომ ჩავხედეთ შიგნით, ნუ ეს ერთ-ერთი ოზურგეთშიც არის რა. ერთ-ერთი ორგანიზაცია ოზურგეთშიც არის, რომელმაც უნდა ესე იგი გააძლიეროს უნდა აითვისოს რაში? გააძლიეროს საკრებულო რა. საკრებულოს პოლიტიკა. არა, ისა რა ქვია თვითმართველობის პოლიტიკის განხორციელების რაღაც ეფექტიანობის ზრდა და ეს ორგანიზაცია რეალურად არის აფილირებული საკრებულოს ადმინისტრაციულ კი არა ყოფილი გუბერნატორის არის ურონასარაიას და საკრებულოს მაღალ ჩინოსნის განათავდომადის მაგრამ თქვენ საჯარო სამსახურთან ქონია ჩეხება ასე თუ ისე ჩემზე მეტად ბავშვობაში ხო და რა არის თვითმართველობის პოლიტიკა რა შეიძლება იყოს არის პოლიტიკის განხორციელება და იგულისხმებოდა. ახლა საერთოდ პოლიტიკა არ არის ქვეყანაში, ხო? პოლიტიკა მოსპო რეალურად რეჟიმმა. ამათი გადმოსახედია. გეტყვი, მაგათი პოლიტიკას მე გეტყვი რაც არის, ჩვენთან უმაღლეს დონეზეა ეგ პოლიტიკა განხორციელებული.
ფაქტობრივად კიდევ ახსენეთ რომ მეოთხეჯერ უკვე ავირჩიეთ საკრებულოს თავმჯდომარე ზედიზედ ერთი და იმავე ადამიანი და ეგ ანუ სამთავრობო სამთავრობო მიზანი მეტი რა უნდა იყოს რომ შეინარჩუნოს ის ბელადი რომელიც ყავს რა და ამაში მეტი რესურსი. მეგონია რომ უფრო ეს ამას 100,000 ლარი ეყოფა. წარმატებული ისტორია შეიძლება განეხილონ და გადანერგონ სხვა მუნიციპალიტეტში ეგ წარმატებული ისტორია. ანუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ როცა მუშაობდით თვითმმართველობასთან რეალურად ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები რამე წარმატების მაგალითად თუ შეიქმნებოდა სხვა მუნიციპალიტეტში ნერგავდით. ანუ სიახლე ჩვენ რა გვაქვს ესე იგი ოზურგეთის საკრებულოს მაღალ ჩინოსნები გარდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დანიშნული ხელფასისა მიმდინარე 1 წლის განმავლობაში ხანგრძლივობა პროექტის 1 წელია ხო? არა, მოკლეა საკმაოდ, ან 4 ან 6 თვე ზუსტად არ. მომდევნო 6 თვის განმავლობაში აითვისებენ დამატებით 100,000 ლარს. ნუ ეგრე გამოდის, კი. ნუ მინიმუმ როგორ იქნება იცი? ეხლა ისინი კი არ იქნებიან რომ რაცა დასაქმებული იქნება პროექტში, მაგრამ იქნება მიწვეული როგორც ანუ ეხლა ჩვენ ექსპერტი რა. ეხლა ჩვენ გრანტი ჯამიები შეიძლება ვეძახოთ, ხო? ეგრე გამოდის, კი. ანუ ჩვენ გვყავს გრანტი ჯამია საკრებულო. ეგრე გამოდის. და ჩვენ მოსახლეობა ეხლა რა უთხრათ რომ დამატებით კიდევ დამატებით ოზურგეთის საკრებულო მიირთმევს 100,000 ლარს. ყველა არა შენ. ერთმანეთს ნუ გადავკიდებთ რა მაგპატიოსობა. ყველა ვერ გაირევა მაგას. მაგას. ვინ მისცემს კაცო? იქ არის განსაკუთრებული ელიტა რომელიც ისარგებლებს. და ვისშიც ასოცირდება საკრებულო? კი, ალბათ. ახლა ეროდი გორდელაძეში თუმცა მე ასოცირდება საკრებულო რაც არ უნდა. ნახოთ ეხლა ისა ანტიკორუფციული ბიურო მაგათ როგორ მოთხოვს დოკუმენტებს და როგორ ხელშეკრულებებს რაღაცებს როგორ დადებენ მათ გვერდზე მაინტერესებს რა ის იქნება ყოველთვის პრასია კონტრაქტი და რა ის იქნება ბიუჯეტი საინტერესოა ხომ არც პროექტი მინახავს არც ბიუჯეტი ამ რაღაცა გრანტების სააგენტო რომელიც შეგვიძლია არანაირი ინფორმაცია გარდა იმისა რომ გამარჯვებულების ჩამონათვალი გამოაქვეყნა არ არის და აქეთ ჩვენ გვედავებიან რაღაცა აბსურდებს ხო ხო ნუ უცნაურია ეგ არის ზუსტად манипуляცია რეალობის რომ რაღაცა ეხა უნდათ რომ თითქოს და ჩაანაცვლონ ეს სამოქალაქო ორგანიზაციები რაღაცა ვითომ სამოქალაქო ორგანიზაციები რა და რეალურად იქას თვითონ არიან უმრავლესობა ამ ყველაფერში ჩართულები რა და ნუ შენის არ იყოს მეც გონირული ეჭვი მაქვს რომ რაღაც თანამდებობის პირები როგორც ექსპერტები იქნებიან ჩართული ამა თუ იმ საგრანტო პროგრამაში ამათ ხომ ინტელექტუალური არ ეგრძალებათ ხო, თავის ინტელექტუალური პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებებით ოფლის წმენდა თუ ხარჯვა და აქედან გამოხრვა. ხრა, ოფლის ხრა. უფრო ისე. კი ბატონო, მისტერ ხმა. ჩანთქევა. ოფლის მთევად. რა მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში? ხო, ეგ მინდოდა მეკითხა და კარგია რომ დაიწყო. ოზურგეთში დაიწყო ცვლილებები აიპებში. როგორც მე ხვდები, დღეს გავცალდა ინფორმაცია, რომ ეს ერთი წავიდა, შემდეგ მეორე წავა, მესამე წავა, არ მინდა ახლა კონკრეტი გამოვიცვა, რომ მე შეიძლება ჯიზი არ მოხსნან, შეიძლება რომ მოხსნან ჩვენი რამედის. და ალბათ შეიცვლება მთელი რიგი მიმართულებით. ხელმძღვანელი ამხანაგები. ხო, ანუ არის ამის მოლოდინი, ხო? არის ეს ეხა მალე გამოჩნდება. ცვლილება რა იქნება და ეთყობა რამე აისახება ოზურგეთზე. შენ როგორ გონია? შენ როგორ გონია? არ ვიცი, გვაქვს შესაბამისი ინტელექტუალური რეზერვი იყო ოზურგეთში? ბატონო, ინტელექტუალური რეზერვიისთვის გჭირდება. ინტელექტუალური რეზერვი მაგალითად აი დასუფთავების სამსახურს კარგი მენეჯმენტის პირობებში შეიძლება მართლა დასუფთავდეს და მაგალითად ზაფხულში გარეთ გასვლა არ შეგეძლო რომ სუნის გამო ხო? მაგალითად ახლა ოზურგეთში ხანდახან ისეთი სუნი იყო, აი რუსი პროპაგანდისტი რომ წერდა რა ხდება პოკროვსკში. ენ რაოდენობით ოკუპანტებს რო ხოცავს უკრაინა და რუსებს ღვამები არ გააქვს და ისეთი სუნია რომ საჭმელისა და მაგრამ რომ ციყოს ვერ შევჭამო. აგერ ერთი ჯარისკაცი ტიროდა რუსი პირდაპირ ჩართვაში მე თვითონ უსმინე. კი, მაგ მიმართულებაზე განსაკუთრებულად ჟუჟავენ რუსებს. კი და რა ვიცი, მე მგონი კი განსაკუთრებულად კი ბახმუს გადააჭარბა უკვე. სხერბლონ პოკროვსკიდან და ასეთი სიტუაცია რომ არ იყოს ნაგვის გატანასთან დაკავშირებით. რა ვიცი, აი ინტელექტუალური რეზერვის რა გითხრა და მინიმალური ინტელექტი არა და სულისკვეთებას და პატრიოტიზმის საკმარისია რომ მე ადან რა თუნდა ხა ინტელექტი ნაგვის გატანას როგორ არ უნდა ხო რომ ძალიან ღმერთმა ყველას გაუმარჯოს ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და მაგრამ სამწუხაროდ უამრავი უბრალო ადამიანია რომელსაც ელემენტარული პირობები არა აქვს შექმნილი
იმ ადამიანებს, ვინც მართლა მუშაობს. ხო და არ მინდა რომ ისეთი სიტუაცია კვლავ გაგრძელდეს, რა სიტუაციაა ეს ადამიანები ჩაგრებიან, მუშაობენ, არანაირი პირობები არ აქვთ, მინიმალური ხელფასი აქვთ და იმ პირობებში როცა საკრებულოში ახალ თანამდებობებს ქმნიან და 1000-ობით ლარი აქვთ. ეს 100,000 ლარი რაიმე ამ ჩვეულებრივ ადამიანებს შეეხებათ? არა მგონია. არ ვიცი, ბიუჯეტი არა მაქვს. კულტურის ცენტრიდან განსხვავებით ახლა გაგიგიათ, მაგალითად ვიცით ყველამ გაგვიგია გიორგი სალოქვაცე. ხო, ამ ადამიანმა რაღაცა წყალებში, მაგრამ უდიდესი რაღაცა, ბევრი ცეკვა, სიმღერა, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებით უდიდესი სამუშაო გაწია. ამდენი წელია ოზურგეთის ბიუჯეტიდან ჩვენ კულტურის ცენტრში ასეული ადამიანებს ვაფინანსებთ. მე შეიძლება ვწვდები და თუ ვწვდები ბოდიშუქი, მაგრამ რაიმე შექმნილა. რაიმე ან ორანჟირებას ეძახიან ახლა, ან გადაკეთება, ან გადმოკეთება ხლეხურ ჩემენაზე რომ თქვათ, მომხდარა, რაიმე ფოლკლორული ნამუშევარი, ქორეოგრაფიული ნამუშევარი თუ შექმნილა. მე შეიძლება ახლა ჩავიწერო. ეს ჩამჭრელი კითხვებია რა. არაფერი და რა. შეიძლება შექმნილა ბატონო ლადო, მაგრამ იქ მღერიან და ცეკვავენ, სადაც ჩვენ არ ვართ ამ დღესასწაულებზე პრემიერების და იმის წინ და ჩვენ ვერ შევაფასებთ ამას რა. როგორც წულუკიანი რო ყავთ მარტო თეატრში. თეატრში ახლა ვასილჩიკოგიზე რაღაცას სხვათა შორის ახალი სპექტაკლი არის იმაში თეატრში. აი, ნაცარქექია. კი ბატონო, მაგრამ საინტერესო. აი ეს როგორი ციკლია, იცი ახლა ასე რაღაც ხომ მაინც კეთდება. აჰა. რაღაც ხომ, მაგრამ ამ ფოლკლორში სად არის ეს რაღაც? ნაცარქექიაც არ არის, არაფერი არ არის. ხო ეს ნაცარქექია რატო დადგეს ეხა ნეტა ნაცარქექია მე მგონი ცოტა რევიზიონისტული ნაცარქექია, მოდერნისტული. ხო. როგორც გადმოცემით ვიცი ახლა ვინ შემაჭაჭანებს, მაგრამ გადმოცემით ვიცი რომ მოდერნისტულია ცოტა და ვასიკოსთან მიახლოებული ალბათ რა ვიცი მიახლოვა ვერ გეტყვით. აი ნაცარქექიაზე და ხუთკუნჭულაზე გაზრდილი თაობა ვარ და არ უნდა ვღლიცინობდეთ ჩვენ ამ თემაზე. ხო, თუმცა რაღაცა ისეთია. აი ხოცური ნაცარქექია მაინც რა ვიცი ეჭვებს ბადებს. რა ვიცი, მოკლედ რომ შევაჯამოთ, რა გვაქვს დღეს ჩვენ ხელში დღეს არაფერი, მაღურებელს კითხულს რა აქვს? დიდი არაფერი. ყველა მიცის უკვე რომ საკრებულოს თავმჯდომარე ყავს განუმეორებელი და არ ამგონია რომ ვინმე მოახლოესი 1 საუკუნის განმავლობაში ეს რეკორდი დაამხოს. საინტერესოა, მოკეთ ეხა დღეს პრინციპში ხო ხედავთ რომ ეს რაღაც ახალი რეალობები ნელ-ნელა ხდება რაღაცა ჩვენს მუნიციპალიტეტში და ალბათ მომდევნო კვირებში ბევრი რამე სიახლეები გვექნება პრინციპში რა და იმედი მაქვს კიდე განვიხილავთ ამ თემებს ესე პროაქტიულად. საკუთრებული დაჭერები მხოლოდ მეტი არაფერი. ბარემ საკრებულოს იმაში დავჭეთ რა და ერთი კითხვა წეღან ლადო მახსენა რაღაცა გული წყვეტა და მაინტერესებს ეგეთი რამე რომ აი წინა საკრებულოს რო გადავხედოთ და ახალი მოწვევის საკრებულო ანუ ვიზე წლებად გული ძირითადში რო ვერ მოხდა ანუ წინა საკრებულო და ვინს გამოარჩევდით ვინც ვერ მოხდა ამ საკრებულოს ძირითად სიაში რა ესე რო თქვა ძირითადი რო გამოვიყენოთ პირველ რიგში მწყდება ხო რო პასუხებდი არა ორივეს პირველ რიგში მწყდება გული იმაზე რომ ამდენი დრო და რესურსი იკარგება მეორე რიგში მწყდება იმაზე გული რომ წინა საკრებულო მიუხედავად შეიძლება ზოგიერთი დეპუტატისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა რომ აბსოლუტურად სისულელეში და გაუგებარ დაპირისპირებებში გალია მთელი ეს დრო მე ვერ წარმომიდგენია დაუშვათ როგორ შეიძლება არ დაესწრო კომისიების ხდომას როცა ყველაფერი იქ ხდება რეალურად საკრებულოები, რეალური საკრებულოები, თვითმმართველობები არიან პირველი პარტნიორები დამოუკიდებელი მით უმეტეს რეგიონალური მედიის. არანაირი ნაბიჯები ასეთი ამ საკრებულოებს ჩვენს მიმართულებით არ გადმოუდგამდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან ბოლომდე სულ ფიქცია იყვნენ, მაგრამ პოლიტიკურ ოპოზიციას შეეძლო კომისიებზე მისვლით შიდ საკითხების ხარშვის პროცესში ჩართულობით უფრო არგუმენტირებული
უფრო საზოგადოებისათვის გასაგებ ენაზე დაპირისპირებოდა ხელისუფლებას, ვიდრე დაუშვათ დავაყოვერთვის იყო ამ რა ვიცი ყადაღებული კორების ხომერიკი ჩხიკვიშვილი და ჭანიშვილი და ნადირაშვილი და ასეთების მხრიდან იყო დაუშვათ დაპირისპირება სისულელეზე თუმცა ხელისუფლებამ რამდენი სიცხლი დალია ეს ხელისუფლება რამდენ სისხლს სვამს და ასე შემდეგ და ესე არაფერი ხალხისათვის ახლა შეიძლება მე ამას არ უნდა ვლაპარაკობდე მაგრამ არაფერი ხალხისათვის გასაგებ ენაზე წინასაკრებულოში საუბარი არ ყოფილა. ხო, მოდი ვთქვათ რა, ის საკრებულო იყო ლეგიტიმური. იმ არჩევნებთან საერთაშორისო დამკვირვებლებს რა თქმა უნდა ხარვეზები დააფიქსირეს, თუმცა არ უთქვათ ის რომ არჩევნები არ ყოფილა ქვეყანაში და ეხლა ამ არჩევნებზე ჭალებში არჩევნებზე და საპარლამენტო არჩევნებზე მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამბობს რომ ეს არ არის არჩევნები რა. ქართული ოცნების საკრებულოა. რეალურად საკრებულო არ არის, იმიტომ რომ რეალურად საზოგადოება არ ქონდა არჩევანი, ამათ ყველანაირად შეზღუდეს სივრცე და მარტო თვითონ მონაწილეობდნენ, ხო? ეხლა ის ლელო და გახარიას არ ვიცი, ეხლა არ მინდა იმაზე რაღაცა თავდასხმა გაკეთება, თუმცა არ უნდა შესულიყვნენ ამ რაღაცა რუსულ ოპერაციაში, რომელსაც თითქოს და არჩევნები ერქვა, იმიტომ რომ რა ვიცი ეხლა რა, რო იცი წინასწარ რომ ყველაფერი მისია და შევიდნენ. ხო, მაინც შევიდნენ სამწუხაროდ. გამოგლეჭი. და ლელომ როის დააყენა რაღაც ინიციატივა კომისია შეიქმნას რომელიც არჩევნებს გამოიწვიებს პოდვე. შორის თუ დავაკვირდებით ჩვენ ამ ფორმაციის საკრებულოს, ჩვენ შეიძლება გარკვეული კუთხით დავინტერესდეთ იმ მიმართულებით რა ცვლილება და რა ტიპის ის განიცადა ქართულმა ოცნებამ რა მიმართულებით წადის თუ მაგალითად ავიღებთ რომ მაგალითად ავიღოთ ზიმითი სადაც ტიტემგელაძე ჩაანაცვლენ ავიღოთ კიდევ რამდენიმე სოფელი სადაც ადამიანები ჩაანაცვლენ ვისაც პრეტენზია ჰქონდა ინდივიდუალურობაზე და რაღაცა შემდეგ იტყოდა რომ ჩემი რესურსი მივახმარე ამ ტიპის ადამიანები საერთოდ ამ ადამიანებზე უარი თქვა. ანუ ლოიალობა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ლოიალობა არა, უფრო მორჩილება. უფრო ნულოვანი, ანუ ხალხის ხმაც აღარ ჭირდებათ. ხო, ნუ ახლა არჩევნებს რა არაფერი აღარ ჭირდებათ უკვე. არავის არაფერი არ ჭირდებათ, ჭირდებათ უბრალოდ მხოლოდ სახელი და გვარები და მეტი არაფერი. ადამიანები, რომლებსაც არაფერზე პრეტენზია არ ექნება. ანუ საწევს ყველაფერზე რა. ანუ ამდენი წლის განმავლობაში რომ წერდნენ რომ წარმატებები ჩვენს გუნდს და ჩვენს გუნდს ბოლო შედგა ეს გუნდი ხო? როგორ გუნდად გუნდი ჩამოყალიბდა ხო? ხო, მხოლოდ თვითონ დარჩა. თუ ახლა წინასაგრებულო იყო მაინც იმის წინა მაგალითად გიორგი თოიძე იყო, ბახვადოლიძე იყო, რაღაცა იყო. შემდეგ ესენი გამოვიდნენ და გადავიდნენ აი მარიკა ჩხიკვიშვილზე გადაერთდნენ და ქათია ხომერიგზე და რომელ პოლიტიკაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა ქართული ოცნება თვითონ როგორ ექცევა ქართულ ოცნებას. თვითონ საკუთარ მომხრეებს როგორ ექცევიან. აი არაფრად აგდებენ რეალურად რა, რომ შეხედო. არა გაანულენ, ქართული ოცნებაც მოკლენ. ეს არის მაგალითი რა დონეზე მიიყვანა ქართული ოცნებამ პოლიტიკა და როგორ ექცევა თვითონ ქართული ოცნება ქართულ ოცნებას. ეს არის კატასტროფა. მაგრამ ვინაიდან ეს მათი კატასტროფაა, ნაკლებად მაღელვებს. კი, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანას მიაქანებენ სამოჯახო სკოლში. რაზე ვიფიქროთ ახლა? ანუ რა შეიძლება იყოს, როგორც აღწერეთ უკვე, ანუ საკრებულოს ფუნქციონირება რეალურად ამ რეჟიმის პირობებში და მან არსებული ინტელექტის საშუალო, რა ვიცი, არითმეტიკულიც რო გამოვიყვანო და შეფასებებით, აი რა мотиваცია უნდა ქონდეს ადამიანს იქ შესვლის, ანუ დეპუტატად გახდომის. ხო შეიძლება აი კითხვა დავსვათ რა. და აი სწორედ შეგიძლია თუ არა გაგვაცნო მაგალითად საკრებულოს თანამდებობის პირებს ამ პირობებში, ამ გარემოში, ამ სივრცეში, სადაც ხალხი მართლა ლუკმაპურისთვის რო იბრძვის, ხელფასები რა მოცულობის არის. აკვე მინდა ვთქვა რომ ეს წინა საკრებულოსია. ეხლა მოქმედია. ხო, მოქმედია, თუმცა ეჭვი მაქვს რომ რახან ცვლილებები შედის და აპირებენ იქ დამატებას კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ამასაც სახელფასოსაც გადახედავენ და აქვე ნუ აი და იმედი გაქვს რომ რამე მოაკლდება მაგას. პირიქით კაცო რა ვინას მოაკლებს ახლა ინფლაცია ქვეყანაში. თავის ჯიბეზე კი ზრუნავენ ჩვენ. არა, ისე ფულს ძალა არა აქვს და მართლა. სხვათაშორის ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის ჭერი კანონით დადგენილი არის 6000 რა.
და ჩვენთან ოზურგეთში საკრებულოს თავმჯდომარემ ჭერი არ დაინიშნა. მართლაც. დაინიშნა 5986 ლარი. 14 ლარი ხო დაზოგა ბიუჯეტში. განა ეს საქმე არ არის? არ ვიცი რა. ამის არ დანახვა. 14 ლარი, მე მახსოვს 14 ლარი იყო პენსია ადამიანების. ეს არ არის უნიშნელო ამბავი რა. კი ბატონო. და ძალიან დიდი მადლობა მართლა ყველაფერში ახლა დაუნახავებიც არ უნდა ვიყოთ. კი ბატონო, პოზიტივის უნდა პოზიტიურადაც უნდა დავინახოთ. თუმცა მე ეჭვი მაქვს რომ ჭერს აწევენ. ხო. და მე ალბათ 28 ლარს. შეიძლება, მაგრამ წარმოიდგინე ახლა ისე რომ ვიმჯელოთ, როგორც აი მართლა ადამიანებმა, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებული რა. ეს ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარის ისეთი გეზი აქვს აღებული. ვთქვათ, კიდე ერთი 4 წელი რო იყოს თავმჯდომარე რა. ამ 14 ლარი 4 წელიწადში გადაამრ რამდენი თანხა იზოგება და მუნიციპალიტეტის კეთილდღეობა შეიძლება მოხმარდეს? კი ბატონო. ხო, ასე შევხედოთ მეგობრებო. კი ბატონო. შემდეგი პოზიცია. რავი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 4526 ლარი აქვს. ეს მე მგონი გაორმაგდება რა, ახლა უახლოეს დღეებში. მეც მასე მგონია. თუმცა ეს ეხა ამ წუთას, აი ამ წამს მოქმედი ეს არის რა. როგორც კი გაორმაგდება, იმ წამს მივაწოდოთ კიდე როგორც გაორმაგდება, ეგრევე ჩავწეროთ ახალი ახლა. გადაცემა. კაი, კომისიაზე თქვი თო. კომისიას მოკეთ, აქ არის საინტერესო ეგ რომ აი ამ კომისიის თავმჯდომარეებს 3358 აქვს ამ რედაქციით, მაგრამ როგორც გითხარით, მოადგილეს ამატებენ. დიდი ალბათობით და იმას კიდე ცალკე 2600 ლარი ექნება და ყველაზე დიდი კითხვა მე მაინც ამ წინა საკრებულოზეც ეგ ქონდა და ეხლაც რა. ანუ რა საქმე უნდა ქონდეს ფრაქციას რომ 7 მოადგილე ყავდეს? აი ეს ვინმე ამიხსნას და ეს საერთოდ საკრებულოს დეპუტატს რატომ უნდა ქონდეს ხელფასი? არ უნდა ქონდეს კანონით არ არის, თუმცა თანამდებობის, ანუ იქ უწერია რომ თანამდებობის პირებს უნდა ქონდეს რა და იმდენი თანამდებობა შექმნეს აღარ დარჩა. არავინ მარტო დარჩა ლელო და გახარია თანამდებობის გარეშე. თუ ცოტას უტრირებ, მაგრამ მართლა რეალურად არც ერთი არ შევა. უმუშევარი, იმიტომ რომ მე ვისაც არ მოუწია რაღაც რამდენიმე კაც ეს ტოპ თანამდებობები, მე აიპებში ასაქმებენ რაღაცა იქიდანაც ხელფას და ეს კანონმდებლობით გააправეს თორემ რეალურად რო შეხედო რა ხდება, აიპი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და შენ საკრებულო იმიტომ ხარ საკრებულო რომ გააკონტროლო ადგილობრივი ბიუჯეტი და ინტერესთა კონფლიქტია პირდაპირ, ანუ საბიუჯეტო ორგანიზაციაში რომელიც კონტროლი შენ უნდა გააკეთო, შენ უნდა აკონტროლო იქ ხარჯვა, ბიუჯეტის ხარჯვა და ასე შემდეგ, იმ ორგანიზაციაში ხარ დასაქმებული. რაც არის ცალსახად კანონდარღვევა, თუმცა ამას ეხა ესენი რაღაცა დადგენილებით იმას გააправეს ეგრეთ წოდებულად რა. მოკლედ შემდეგი გადაცემა ახლო მომავალში ჩავწეროთ. იმედი რაღაც საინტერესო მოხდება. ხო, მინიმუმ ველი მეც სიახლეებს, მინიმუმ ამ ნაწილში და იმ მოადგილეებს უკვე როცა საბოლოო ჯამში თუ შევიდა ესულება, ალბათ ეგეც უნდა განვიხილოთ ეგ ამბავი და შემდეგ რაც მთავარია საკრებულოს ხდომებით წამოგვეწევა ამასობაში და საინტერესო იქნება საკრებულოს ხდომების, რავი, ლაივები თუ იქნება, ლაივები იქნება. მეტად საინტერესო ამბები იქნება ჩემი აზრით. სერიოზული დებატები იქნება, მე ველოდები სერიოზულ დებატებს და რა ვიცი რა ქვია იმას? ხრვა. ხრვა. ხალხის ძალას ნუ დავივიწყებთ რა, რამდენიმე გამორჩეული ძალზის ხალა ყავს ისე? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ხო, მაგათაც გააკეთეს ფრაქცია, მაგრამ მაგათ არ გაუმართლათ. სამი კაცი ყავს და ერთი მოადგილე ეკუთვს. სამი კაცი ყავთ, მაგრამ ერთი გარემარბი მაგარია. ყველგანა ხან კომისიაშია, ხან დეპუტატია და რაღაც ჩავლეშვილი, ხო. ხო, თუ ეს გარემარბათ ეხლა თუ დანიშნეს, სადმე რამე თანამდებობა შეხვდა თუ ფულბეკად გადაიღო. ახლა არ ვიცი, მაგრამ ფრაქცია შეიძლება დაცვაში მაგარი კაცია და ხო, მანდაც კომისიის თავმჯდომარე იყო ფინანსურის, ეხლა არ ვიცი. სამივე დასაქმებული იქნება რა. რაღაც სხვა თანამდებობები, იმიტომ რომ ფრაქციას შექმნეს და ფრაქციაში ორი ანაზღაურებადი სამსახური აქვთ რა. და ნუ ეხლა აქ რო კიდე ამათ ბენზინები და რაღაცა და კაბინეტები აქვთ მოწყობილი და რაღაცები, ეგ ალბათ შემდეგი გადაცემის განსახილველი თემა იქნება. კი ბატონო. რამდენად რეალურად დგას თუ დგას და რამდენად რეალურად არ სარგებლობენ თუ სარგებლობენ. საინტერესოა ისე, ალბათ მაგას მე ადგილობრივი მედია გადაამოწმებთ მაგ ამბავს რა. ის პატარა მანქანებისაც წავიდა მინიატურული. არ ვიცი, ეგეს ალბათ იდგება. დგას იმის წინ მუნიციპალიტეტის წინ დგას ამაყად, კი. დგას. მოკლედ, ამაყად თუ მყარად? მყარად დგას და ავიდეთ ეხლა შეჯავრ
დასასრულისკენ და მოკლედ, რავი, შემდეგ გადაცემა, ესე იგი, უკვე სტუმარი აღარ იქნება, იმიტომ რომ უკვე ერთმანეთის თანაწამყვანები ვიქნებით. ხო, დღეს რაღაცა გავაპილოტებთ. კი, რაღაცა და შემდეგ უფრო ალბათ საინტერესო ფორმატებს შევთავაზებთ ჩვენ მაყურებელს. დიდი მადლობა, გამოგვიწერეთ, აუცილებლად შედით YouTube-ზე ჩვენ გვერდზე ანტიბიოტიკი, ქართულად აკრიფეთ ანტიბიოტიკი და დააჭირეთ ღილაკს subscribe. მადლობა.